დღეს ღვინისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრიც არის საქართველო, ტარდება ქართული ღვინის დეგუსტაცია უკვე მეორე ჩარშან საელჩოს ინიციატივით. ჩატარდა პირველად და წელს ტარდება ახლა მეორედ. რაღაცა ტრადიციასაც ჩაუყარეთ საფუძველი იმისათვის, რომ მოხდეს საფრანგეთში ქართული ღვინის პრომოცია, გაიცნონ ფრანგებმა, გაიგონ ქართული ღვინო როგორია, რა ჯიშებია, როგორ ვაყენებთ ღვინოს ტრადიციული მეთოდებით და შესაბამისად შემდეგ მოხდეს დაკავშირება ქართველი მეღვინეებისა და დაინტერესებული ფრანგი მხარის, იქნება ეს სხვა მაღაზიები თუ რესტორნები მათი, რათა კიდევ უფრო გავავრცელოთ, ასე ვთქვათ, უფრო გავშალოთ დაფარვის ზონა ქართული ღვინისათვის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საელჩო ამაზე აქტიურად მუშაობს, არა მხოლოდ ვთქვათ პარიზში, რამოდენიმე დღის წინ, ასევე ნიცაში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ითვლება ღვინის ერთ-ერთი მწარმოებელ ძალიან ძლიერ ქვეყანად, უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში ბოლო დროს ეძიებენ, უფრო გახსნილები არიან და ცდილობენ, რომ განსხვავებული ეგზოტიკური ღვინო მიირთვან. და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედაც ის შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს უნდა გამოიყენოს, ის რომ ჩვენ ვართ ყველაზე ძველი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ანუ ქვევრში დაყენებული ღვინოს მეთოდი, რომელიც ძალიან აინტერესებს ფრანგებს და შესაბამისად ეს არის ის შესაძლებლობა, რაც საქართველოს მისცემს კიდევ უფრო გაიცნონ ამ ხრითაც კიდევ უფრო საქართველოს საფრანგეთში.